დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ თუ კი ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს ომის დასრულებასთან დაკავშირებით დროულად არ გაურიგდება, შეთანხმებას არ დადებს და ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის, ვაშინგტონი ხარგის კუნძულს გაანადგურებს, აფეთქებს ელექტროსადგურებსა და ნავთობის ჭაბურღილებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბრობს და იმასაც აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი ახლა სერიოზულ მოლაპარაკებებს უფრო გონიერ რეჟიმთან აწარმოებს. ამერიკის შეერთებული შტატების სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ და უფრო გონივრულ რეჟიმთან, რათა ირანში ჩვენი სამხედრო ოპერაცია დასრულდეს. დიდ პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა თუ რაიმე მიზეზით შეთანხმება მალე არ შედგება, რაც ალბათ მოხდება და თუ ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ არ გაიხსნება ბიზნესისთვის, ირანში ჩვენს მშვენიერ ყოფნას, მათი ყველა ელექტროსადგურის, ნავთობის ჭაბურღილებისა და ხარგის კუნძულის აფეთქებითა და სრული განადგურებით დავასრულებთ. ამ ყველაფერს ჯერ განზრახ არ შევხებივართ. ეს შურისძიება იქნება ჩვენი მრავალი ჯარისკაცისა და მათთვის, ვინც ირანმა წინა რეჟიმის 47 წლიანი ტერორის მმართველობისას დახოცა. ხარგის კუნძული ირანის ნავთობის ექსპორტისა და ეკონომიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ქვეყნის ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% სწორედ ამ კუნძულიდან გადის და მის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ თავდასხმას გლობალურ ბაზრებზე სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. დონალდ ტრამპის მიერ ხარგის კუნძულთან დაკავშირებული განცხადების გავრცელებიდან მალევე თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა მის პრეს-მდივანს კეროლაინ ლევიც დამაზუსტებელი შეკითხვები დაუსვეს. საერთაშორისო სამართლის თანახმად ამ ტიპის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმა როგორც წესი აკრძალულია. რატომ იმუქრება პრეზიდენტი იმით, რაც შეიძლება ომის დანაშაულად ჩაითვალოს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მხრიდან და როგორ არის ეს თავსებადი იმ განცხადებებთან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიზანში მშვიდობიან მოქალაქეებს აყენებს. ნახეთ, პრეზიდენტმა ირანის რეჟიმს ძალიან მკაფიოდ უთხრა, რომ მათი მხრიდან საუკეთესო ნაბიჯი შეთანხმებაა. ეს იმ განცხადებებიდანაც ჩანს, რომელიც წაიკითხეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები შეიარაღებულ ძალებს აქვთ შესაძლებლობები, რომლებიც მათ წარმოსახვასაც კი სცდება და პრეზიდენტს მათი გამოყენების არ ეშინია. პრეზიდენტი კვლავ ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უფრო გონივრულ რეჟიმთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა ამავე დროს ახლო აღმოსავლეთში უკვე განთავსებულია ასობით, მათ შორის საზღვაო ძალების სამხედროები და რეინჯერები, ასევე ათასობით სხვა სამხედრო. მას ცდილობს იგი კონფლიქტის დასრულებას თუ მის ესკალაციას. პრეზიდენტი ოპერაცია ეპიკური რისხვის მიზნების მიღწევაზეა კონცენტრირებული. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთში მყოფ ძალებს, პენტაგონის მოვალეობა მთავარ სარდლისთვის მაქსიმალური არჩევანის შესაძლებლობა შექმნას. ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს დამატებითი გადაწყვეტილებები უკვე მიღებული აქვს. ამავდროულად სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანში საკუთარი მიზნების მიღწევას რამდენიმე კვირაში შეძლებს. მანვე უპასუხა კითხვებს ირანულ ნავთობთან და შესაძლო სახმელეთო ოპერაციასთან დაკავშირებითაც. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს თუ რა იყო ამ ოპერაციის მიზნები. ჩვენ ვაპირებდით და ვანადგურებთ ირანის ფლოტს, ვანადგურებთ მათ შესაძლებლობას, მათ შორის მნიშვნელოვნად ვამცირებთ სარაკეტო გამშვებ სისტემებს. ვაპირებთ მთლიანად გავანადგუროთ მათი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა. მოდი ნავთობთან დაკავშირებით ვისაუბროთ, რადგან ეს საკითხი პრეზიდენტმა გუშინ დააყენა. ნავთობის ხელში ჩაგდება კი სახმელეთო ჯარებს მოითხოვს, არა? კიდევ ერთხელ ირანი იმუქრება, რომ ჰორმუზის სრუტეში მუდმივ სისტემას შექმნის და თავად გადაწყვეტს ვინ გაივლის საერთაშორისო წყლებში. ეს არასოდეს მოხდება. სხვათა შორის ეს დანარჩენმა მსოფლიომაც უნდა გაითვალისწინოს. მათ იქ ჩვენზე მეტიც კი აქვთ დასაკარგი. მარკო რუბიომ გაიმეორა ისიც, რომ პრეზიდენტს რამდენიმე ვარიანტი აქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტი სხვადასხვა სცენარ შექმნილი ვითარების მიხედვით ამზადებს და რომ ამგვარ სიტუაციებში ასეც უნდა ხდებოდეს.